მოგესალმებით მეგობრებო, ნერუ არის დღეს თქვენთან ერთად დავუბრუნდით ისევ Mobile Legends-ის ახალი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი რანკის მარტივად აწევა, მაშინ როდესაც სეზონი ახალი დაწყილი არის და ეს ყველა ცუდი და კარგი მოთამაშეები ერთად არიან შეკრებილები. ეს ვიდეო არ იქნება რაღაც კონკრეტულზე, რაც უნდა გააკეთო ამ ყველაფრისთვის, უბრალოდ იმ ყველაფერს, რასაც მე ვითვალისწინებ ხოლმე იმისთვის, რომ რანკზე მარტივად ავიდე, მაგ ყველაფერს ჩამოვთვლი, რაც გამახსენდება და ნელ-ნელა გაჩვენებთ კიდეც მაგალითების მეშვეობით. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც არის, მაშინ როდესაც გმირებს ვირჩევთ, ვიცოდეთ ყველა როლზე რაღაცამდენი გმირი მაინც და რომელ როლზეც უფრო ნაკლებად თამაშობენ ჩვენიანები, რომ გადავაულებთ თვალს, ისეთი როლი ავირჩიოთ ჩვენთვის და მაქსიმალურად ვიცადოთ ასევე, რომ ეს გმირი იყოს ისეთი, რომ მოწინააღმდეგებს შედარებით მარტივად უმკლავდებოდეს ან ჩვენიანების წყობას ესადაგებოდეს, თუ მაგალითად სტანები და ისეთი სკილები გვაკლია, რაც გმირებს აჩერებს, ეგეთი სკილები ავიღოთ, თუ მაგალითად Magical Damage გვაკლია, Magical Damage-ის მქონე გმირი ავიღოთ ან პირიქით. ამ ყველაფრის განსაზღვრა თავიდანვე ვერ შეძლებს, რა თქმა უნდა, როდესაც თამაში ახალი დაწყილი გაქვთ, ანუ არ გეცოდინებათ თუ რომელი გმირი რომლის წინააღმდეგ არის უფრო უკეთესი, ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება ბევრი გმირი სცადოთ, რომც ვერ ისწავლოთ ამ გმირის თამაში, უბრალოდ იმის ცოდნა თუ რომელი გმირი კლავს მას მარტივად და რომ წააგოთ ის მატჩები, უბრალოდ იმის ცოდნა თუ ამ გმირს რომელი გმირი კლავს მარტივად, შემდეგში დაგეხმარებათ იმის გაგებაში თუ მის წინააღმდეგ რა აიღოთ. იმ კატეგორიას ნამდვილად არ მევეკუთვნები, ვინც თulis რომ აი რანკზე არ უნდა აიღო ისეთი გმირი, რაც არ იციო, რადგანაც ჩემი აზრით რანკზე გამოცდი ზუსტადაც რომ ყველაზე კარგად გმირს, რადგანაც უფრო ლოგიკური წყობა აქვს გმირების როგორც წესი მოთამაშეებს და შესაბამისად თამაში უფრო ისეთი არის, სადაც ჩელენჯი არის და გამოწვევა არის და არა უბრალოდ მიდი ბაზა აიღე და ვсё მორჩა. თუ ხედავ რომ მოწინააღმდეგის გმირები ისეთები არიან, რაღაც კონკრეტული გმირით მათი მოკლა ძალიან მარტივად შეგეძლება, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული შენი ამ გმირის სკილებში, თუ რამდენად კარგად ითამაშებ, ზუსტად ეგ დრო არის ჩემი აზრით გმირის გამოცდილად ყველაზე კარგი, რადგანაც საკუთარ თავს დააჩელენჯებ პირველ რიგში, რაღაცა გამოწვევა გექნება, ახალ გმირს ისწავლი და პლუს იცი ის, რომ გინდა არ გინდა, იმის გამო რომ მოწინააღმდეგის გმირების წინააღმდეგ შენი გმირი კარგი არის, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ითამაშებ იმ ხელს ცუდად, მაშინ გმირი კი არა, უბრალოდ თამაში არ უნდა იცოდე, რომ ეგეთი რაღაცა გააკეთო. კარგი, პირველ რიგში, ანუ რაც უნდა ვიცოდეთ, ის არის, რომ უნდა ვითამაშოთ ისეთი გმირით, რომელიც მათ შეესაბამება და არა ისეთი გმირით, რომელიცაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ასე გმირებსაც ვისწავლით, მაგალითად ამ მომენტში, როგორც ხედავთ, მარტისმა ჩვენიანები მოკლა, მე მქონდა იქ მისვლის შანსი, მაგრამ იმის გამო, რომ ვიცი მარტის შესაძლებლობები, იქ არ მივედი, რადგანაც ერთი უბრალო შემდეგი სემიჩკის მარცვალი ვიქნებოდი, რომელსაც გაფრთხნიდა და შეჯამდა. დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვიქნები ისეთი, ვინც ამ ყველაფერზე არის ესეთნაირად დაკვირვებული, მოთამაშეები, რომლებიც კონკრეტულად მხოლოდ ერთი გმირით თამაშობენ და იმ გმირით თამაშობენ თითქმის ყველა ლაინზე, თავისი როლი, ანუ დაუშვათ gold lane-ზე თუ თამაშობენ, თუ დაასწრეს და აიღეს, მაინც აიღებს ამ გმირს და წავა XP ლაინზე ან სხვა ლაინზე, ზუსტად ესეთი მოთამაშეები არ უნდა იყოთ, რადგანაც ეგეთმა კატეგორიამ თამაში საერთოდ არ იცის ჩემი აზრით, რადგანაც ხუთი როლი იმიტომ არის ამ თამაში, რომ ხუთივე როლი საჭირო არის, ფაითერი იმისთვის არის, რომ team fight-ები წამოიწყოს, ტანკი იმისთვის არის, რომ როდესაც ფაითერი team fight-ს წამოიწყებს, მან ისინი გაუჩეროს და უფრო მეტი დარტყმის საშუალება მისცეს, მეიჯი იმისთვის არის, რომ ტანკს და ფაითერს სუპორტი გაუწიოს და ჯანგლერი იმისთვის არის, რომ უკანა მხრიდან შეუტიოს მოწინააღმდეგეებს და შესაბამისად მათი მთავარი damage dealer-ები ისინი, ვინც ბევრ სიცოცხლეს გაკლებენ, ეგენი მოკლას პირველ რიგში. ჩემი აზრით იდეალურ შემთხვევაში ფაითერის და ტანკის უკან უნდა იდგეს მეიჯი, ხოლო მარქსმენი მეიჯის უკან უნდა იდგეს, რადგანაც მარქსმენისკენ წამოსული ნებისმიერი მოწინააღმდეგე, ის რომელიც უგნიდან ცდილობს მოპარვას, მან გააჩეროს, ანუ ისეთი სკილი, რომელსაც მოწინააღმდეგის გაჩერება შეუძლია, უნდა შეინახოს მაგ მომენტისთვის. ტანკის სკილები უმეტესწილად team fight-ში, ანუ როდესაც ფაითერი წამოიწყებს team fight-ს, იქ უნდა გამოიყენოს თავისი სკილები მოწინააღმდეგის გასაჩერებლად, რადგანაც მოწინააღმდეგეები იქ თუ გაჩერებულები იქნებიან, შესაბამისად ჩვენი ასასინი მათ უგნიდან უფრო მარტივად მოკლავს, ჩვენი ფაითერის უფრო მარტივად იბრძოლებს, ხოლო მეიჯმა უნდა დაიცვას team fight-ის დროს მარქსმენი. კარგი, ვეყოფ ამ თამაშის გარეთ საუბარი და კონკრეტულად მატჩში რაც ხდება, იმ ყველაფერს განვიხილავ და რას ვფიქრობ ამ მომენტში და რას ვაკეთებ. როდესაც გვაქვს ულტი და დიდად არაფერში არ გვჭირდება ამ მომენტში, აი ესე თუ გამოვიყენებთ აი ამ კრაბის მოსაკლავად, ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რადგანაც მოწინააღმდეგეზე ცოტათი უფრო წინ მივდივართ გოლდით და ზუსტად ეს ცოტა გოლდი შეიძლება გახდეს ის უპირატესობა, რითიც თამაშს მოვიგებთ შემდეგში. ამაჩი ვარ ალფას, მარტისის და ასევე კარიეს და ანჯელას წინააღმდეგ, რომლებიც საკმაოდ დიდ სიცოცხლეს იმატებენ, მაშინ როდესაც უბრწყავენ მოწინააღმდეგეს, ამიტომაც პირველ აიტემად გადავწყვიტე, რომ ანტიხილი ამეწყო. ანტიხილი იმიტომ მოვაწყე, რომ სიცოცხლის მომატება მათთვის გამენახევრებინა, როდესაც მათ დავარტყამ, მათი სიცოცხლის მომატების უნარი განახევრდება, შესაბამისად მათი მოკლა გამარტივდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, ანუ ის არის, რომ ვიცოდეთ რა მატჩში რა აიტემები უნდა ავაწყოთ, იმისთვის რომ მათი მოკლა ან თავის დაცვა უფრო გაგვიმართლოს
გამარტივდეს, მაგალითად ამ შემთხვევაში ავაწყდა ანტიხილი, რადგანაც მათ მომატების უნარი აქვს დიდი, თუ სიცოცხლე და დეფენსი ექნებოდათ დიდი, რა თქმა უნდა. Penetrations იგივე შეღწევადობას ავაწყობდი, ასევე არსებობს აიტემი, რომელიც თუ მოწინააღმდეგეს სიარულს გიზღუდავს ან გაშიშებს, მაგ ყველაფერს უფრო ამცირებს და უფრო ცოტა ხნით შეშტები და უფრო ცოტა ხნით ნელდები, მაგრამ თუ მაგ ყველაფერს თამაში გიშვება, ფიზიკურად ვერ გშველის ეგ აიტემი და რა თქმა უნდა კუდები. ორი აუცილებელი ფაქტორი, ანუ რაც უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ მატჩების მოგება გამიმარტივოთ, არის ის, რომ უნდა ვიცოდეთ, რომელი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ რა გმირი ვარგა და რომელი გმირით უფრო მეც ვიზამთ, ასევე უნდა ვიცოდეთ თუ რომელ მატჩში როგორ შევარჩიოთ აიტემები და დანარჩენი ყველაფერი თითქმის არის უშუალოდ მატჩში გეიმპლეის დროს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო გამოსადეგები ვიყოთ და უფრო მეტი ვქნათ. მაგალითად, მე პირადად ნებისმიერ ლაინზე, ანუ საიდ ლაინზე, გვერდითა ლაინებზე, როდესაც პირველ ტურნირს მიფეთქებენ, ყოველთვის ტიმფაითებში გადავდივარ ხოლმე, მაგრამ მარქსმენზე ვამჯობინებ, რომ ჯერჯერობით ვიყიდო ბერსერკერ ფიური, იგივე კრიტის აიტემი, რომელიც კრიტიკალ შედევას გვიმატებს და მაგის შემდეგ გადავიდე, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგანაც უკვე ლაინი გავწმინდე და იქ საქმე არ მაქვს, ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება, რომ გადავიდე სხვა ლაინებზე და ჩემიანებს დავეხმარო ტიმფაითების მოგებაში. როგორც ხედავთ, ჩვენი კრიფები მაღლა უკვე ავიდნენ, შუანაზეც კრიფები ერთმანეთს შეხვდნენ, მოწინააღმდეგები კიდე არ ჩანან, მხოლოდ ალფა ჩანს ქვედა ლაინზე, შესაბამისად დიდი არის ალბათობა, რომ ისინი კუსთან იყვნენ. როდესაც ეს გავაანალიზე, ახლოში მივიწიე, დავინახე რამოდენიმე და უდიც გავისროლე, მაგრამ როგორც ხედავთ, სულ ცოტა დამაგვიანდა იმისთვის, რომ კუ წამერთმია, წამის მიასედით ადრე რომ ესრულა დიდი ალბათობით მე მოვკლავდი. იმ ყველაფრის გამოცნობაში თუ სად იყვნენ მოწინააღმდეგეები, როგორც მიხვდით, რუღა და მეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ ვხედავდი, დაახლოებით ვიცოდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ზედა ლაინზე კრიფები ისევ არიან, ანუ ზედა ლაინზე მყოფი გმირი, მარქსმენი, ლოგიკურად სულ რო ვერ ვხედავდი მას მაპზე, მეწოდინებოდა, რომ ქვევით იქნებოდა. რა თქმა უნდა, სადაც ტიმფაითია, მარქსმენი იქ უნდა იყოს და დემეიჯს უნდა აკეთებდეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა არის ამ თამაშში, რადგანაც ყველაზე დიდი დემეიჯის გაკეთება, განსაკუთრებით late game-ში, მარქსმენს შეუძლია, ამიტომაც მან ტიმფაითი მაქსიმალურად უნდა გამოიცნოს, სად იქნება და ისეთნაირი პოზიციაში არჩიოს შესატევად, რომ მას ასე რომ ვთქვათ, მარტივი თარგეტი არ გახდეს და მარტივად არ მოკლან. აი მაგალითად რომ ავიღოთ ახლა ეს მომენტი, როგორც დავინახეთ, მარტისის ზედა ბუჩქი შევიდა, შესაბამისად ჩვენი აქეთ წასვლა სარისკო არის, მაგრამ მაინც გავრისკე და წავედი. მაგრამ იმის მაგივრად რომ ჩემი თავი რუკაზე გამომეჩინა და მარტივად დავინახე მას, ბუჩქთან ახლოში გავჩერდი და დავემალე, დაველოდე, როდის შეუტევდა ის ჩემიანებს და ამის შემდეგ რა თქმა უნდა მეც შევუტვი და მოვკალე. ბუჩქებში რომ არ შევსულიყავი, ჩემ დანახვაზე პირდაპირ მე მიტევდა და დიდი ალბათობით მანამ ჩემიანები მის მოგლას მოახერხებდნენ, მანამდე მომკლავდა მე. სანამ ტიმფაითებში ჩავერთობოდით, როგორც ხედავთ, ჩვენი მოწინააღმდეგეები იგებდნენ თამაშს, მაგრამ მას შემდეგ რაც ტიმფაითებში ჩავერთვე, ყველა ტიმფაითი მოვიგეთ და თამაში ძნელდა და მოგებისკენ მიდის. ამის ყველაზე დიდი მიზეზი ის არის, რომ ანტიხილი early game-ში ვიყიდე, მაშინ როდესაც თამაში ახალი დაწყილი იყო და ამ ანტიხილის გამო ისინი სიცოცხლეს ვეღარ იმატებენ, როგორც ვიცით, ალფაც, მარტისიც და კარიეც საკმაოდ დიდი სიცოცხლის მომატების უნარით გამოირჩევიან და ეგ ყველაფერი რომ გავუნახევრე, კიდევ ვეღარაფერს ვეღარ შვებიან. კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ თელმა გუნდმა დავიწყეთ უეცრად გუნდური თამაში, რასაც მოწინააღმდეგეები მიჩვეული არ იყვნენ, აქამდე სათითაოდ გადადიოდნენ ჩვენ ლაინებზე და სათითაოდ კვლავდნენ, მაგრამ როდესაც გუნდურად თამაში დავიწყეთ, ჩვენი გამკლავება გაუჭირდათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიცოდეთ, სად უნდა ვიყოთ და რა დროს, აი ამ შემთხვევაში შემიძლია ზედა ლაინზე წავიდე და კრიფები გავწმინდო, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ ქვემოთ ტიმფაითი იწყებოდა, რა თქმა უნდა, იქით წავედი და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ისეთი კუთხიდან შევუტიო მათ, საიდანაც ჩემს მოკლას ან მოწვდენას უბრალოდ ვერ შეძლებენ. მაპის ცოდნა და მასზე დაგვირვება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ამ თამაში, მაგალითად, თუ ხედავთ, რომ ჩვენიანი მაპს არ აგვირდება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, ამაში მას გულისხმობ, რომ როდესაც მოწინააღმდეგეები მას შეუტევენ იმის გამო, რომ ის მაპს არ უყურებს და ჩვენ ვუყურებთ მაპს და ვიცით, რომ ისკენ მიდიან, როდესაც მოწინააღმდეგეები მას სკილებს ახარჯავენ, ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია უბრალოდ მივიდეთ და ისეთ მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც სკილები არ აქვს, ძალიან მარტივად შევუტიოთ და მოვკლათ ისინი. რა თქმა უნდა, ამ შედევრისთვის შესაბერისი გმირიც უნდა გყავდეს, თორე თუ ისეთი გმირით მივედით, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენს ხელებში შევჩევით მოწინააღმდეგეს და ჩვენც ჩვენიანთან ერთად მოვკლა. კიდევ ერთხელ პოზიციას რო შევეხოთ, უბრალოდ დააგვერდით, ეხა როგორი კუთხიდან ვუტევ მოწინააღმდეგეებს. მიუხედავად იმისა, რომ გამძლე ჩემიანი ახლოში არ მყავს, რომელსაც მოწინააღმდეგის ტურების გატანკვა შეუძლია, ღობეს ვეფარები და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ იმხელა დისტანცია გამოვიყენო, რომ ერთი გადამოხტომით, ერთი გადამოხტომი არის სკილით, ვერ მომწვნენ და ვერ მომკლან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენი ლიმიტები 2-5 წინააღმდეგ ვართ, შესაბამისად ამ მომენტში ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს. მეც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ იმის გამო რომ დავინახე ლორდს კლავდნენ, რისკიაო და გავიწიე და რა თქმა უნდა ულტიც გამოვიყენე, როგორც დავინახე ძალიან ცოტა ხუნდა ლორდს სიცოცხლე. ამ შემთხვევაში ცოტათი მაინც რო დამეგვიანა ეს ზუსტად ის წამის მიხედვით, დიდი ალბათობით მე მოკლავდი ლორდს, მაგრამ როგორც ხედავთ, იღვალე დღეს ჩვენსკენ არ არის.
კიდევ ერთი რამ, რაც ეპიგრამზე უნდა გავითვალისწინოთ, ის არის, რომ როდესაც მოწინააღმდეგეები გვიგებენ და თან პლუს ლორდს კლავენ, როგორც წესი მაგერუსი ციან ხოლმე. ანუ სიგიჟეების ჩადენა ტურნირში შემოგიხდებიან რაღაცა მსგავსი. აი ამ შემთხვევაში ძალიან გათამამდა ერთ-ერთი მოწინააღმდეგე და ჩვენმა იმ ახალ მაგმირმა კალიამ გადმოვაგდო ჩვენსკენ, რის შემდეგაც მისი მოკლა ძალიან მარტივი გახდა და მოწინააღმდეგის სამეგრით მოუყალით. ზუსტად ასე შეცდომებს, როდესაც უშვებენ ისინი და გათამამდებიან ხოლმე, ზუსტად მაგერუს უნდა შევუდიოთ ჩვენც და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ აი ეს დაშვებული შეცდომები ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ისინი მოვკლათ. ზუსტად იგივე შეცდომებს ჩვენც უშვებთ ხოლმე მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეზე ბევრი ფარმი გვაქვს, შეიძლება საერთოდ MVP გავდიოდეთ და იმდენად ბევრი ფარმი გქონდეს, რომ 4 მოწინააღმდეგესთან და 5-თანაც ბრძოლა გვიადვილდებოდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ლეველებით ვართ წინ და ასევე ფულითაც, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგეები ავლიან 15 ლეველზე, ლეველების განსხვავება უკვე აღარ არის, აიტემებსაც ისინი წაწყობენ. შესაბამისად, late game-ში თუ ისეთ შეცდომას დავუშვებთ, როგორიც არის აი გათამამება და 5 კაცი შევარდნა, ზუსტად მაგის გამო შეიძლება წავაგოთ თელი თამაში. შეიძლება MVP ვიყოთ, მაგრამ ერთი teamfight-ის გამო, იმის გამო, რომ გავთამამდით, თელი თამაში წავაგოთ, რადგანაც late game-ში ასევე დიდი დრო ჭირდება ჩვენს გაცოცხლებას და იმის გამო, რომ მოვკვდით, ბაზის დაცვისთვის აღარავინ აღარ დარჩა, გვეგონა რომ 5-ვე კაცს მოკლავდით, მაგრამ ეს ყველაფერი ეგრე არ აღმოჩნდება ხოლმე როგორც წესი და ძალიან მარტივად თამაშსაც ვუღაგებთ. ესეთ მომენტებში როგორც წესი teammate-ებს უადანაშაულებთ ხოლმე, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, იცით რომ სხვანაირად რო გეთამაშათ, სხვა მომენტში რო შეგეტიათ და არა იმ მომენტში, დიდი ალბათობით მოწინააღმდეგეებსაც მოკლავდით და სწორი მომენტი რო შეგერჩიათ და მოიგებდით კიდეც იმ თამაშს. დარწმუნებული ვარ, ბევრი აღიარებთ მაგ ყველაფერს, რადგანაც მე თვითონაც ბევრჯერ მოვსვია მსგავსი რაღაცა და ზუსტად აი ამ ერთი გათამამების გამო მთელი თამაში წამიგია. მოგესალმებით, ამ თამაში ფარმს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის თუ early game-ში როგორ გავფარმავთ, ამდენად დავაფინიშებთ კრიპებს და ამდენად წავართვით აი იმ ზუსტად gold crab-ებს, ეგ ყველაფერს მივყავართ წინ და ზუსტად აი იმ shotdown kill-ებით, რომელსაც აი მაგ გათამამების დროს ვაძლევთ ხოლმე, ამ gold-ს, ამ წინსვლას ვკარგავთ და რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეები გვეწევიან. gold-ის წინსვლაზე გამახსენდა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის კრიპებს კლავთ, ან თუნდაც ბაფებს, ეს ყველაფერი 1 პლუსი არ არის, 2 პლუსი არის ჩემი აზრით, რადგანაც არა მარტო ასე რომ ვთქვათ, gold-ს ვიღებთ ამ კრიპებისგან, ასევე მათ პოტენციურ gold-ს ვართმევთ, რადგანაც ეს კრიპები, ასე რომ ვთქვათ, ჯანგლის ნახევარი იქითა, მათ ეკუთვნით, შესაბამისად, მათგან ვიღებთ და ასევე ჩვენ გვემატება. შესაბამისად, 2 მაგი პლუსში მივდივართ და არა 1 მაგში. რუკის გამოყენების უკვე მრავალი ხერხი ვახსენე, მათ შორის არის მაგალითად ის, რომ შეგვიძლია მოწინააღმდეგეების სავარაუდო ადგილმდებარეობა გავიგოთ, დავინახოთ teamfight-ში ჩვენთვის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე რომელ ადგილას არის და მისგან მაქსიმალურად შორს დავდგეთ და ისეთი ტერიტორიიდან შევუდიოთ და მსგავსი რაღაცები, მაგრამ ერთი რაღაც, რაც ყველაზე მეტად მომწონს მე ეპიგრამზე და რასაც ხშირად ვიყენებ ხოლმე, არის ის, რომ დავაკვირდე მოწინააღმდეგეებს თუ რამდენად კარგად აკვირდებიან maps. როდესაც აღმოვაჩინე, რომ რომელიმე მოწინააღმდეგე maps კარგად არ აკვირდება, ყოველთვის მაგ მომენტში იმ მოწინააღმდეგეს ამოვიჩემებ ხოლმე და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ მოვყლა ზუსტად ამ მაპის არ ყურების გამო. ზუსტად ამის გამო მეც უფრო ძალიან ვიფარმები, ასევე მოწინააღმდეგეები რა თქმა უნდა ნერვებზე იშლებიან, რადგანაც ერთი მათი teammate ფიდავს და ვერ ხვდებიან ამის საწინააღმდეგოდ რა გააკეთონ, ასე რომ ვთქვათ, სიმშვიდე ერღვევათ, ფაქტიურად ფსიქოლოგიურად ვუტევთ, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც ვერ ხვდებიან რა გააკეთონ, მას დაეხმარონ თუ სხვა ლაინს მიხედონ, ან რაღაც სხვა მოიმოქმედონ. ამ ყველაფრის გამო შემდეგ იწყებენ წერასაც, რომ დაარეპორტეთო, გადის საერთოდ ავკაზეო და ლანძღვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რის გამოდაც ყურადღება უფრო მეტად ეფანტებათ და თამაშის მოგებაც და ჩვენი გაფარმოს და სხვა დანარჩენი მისი teammate-ების მოკლაც უფრო მარტივი ხდება, რადგანაც ფოკუსირებულები აღარ არიან. რაც შეეხება ამ თამაშს, როდესაც ვხედავთ და ვაკვირდებით, რომ ჩვენი ერთ-ერთი როლი გამოუცდელი არის ამ შემთხვევაში ტანკი, დავინახე, რომ მარტისი ქვედა მხრიდან მოდიოდა, ის ჯანგლერი არის, შესაბამისად ლორდის მოპარვას ეცდება, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მისი ყურადღება გადამეტანა, რის შემდეგაც, როგორც ხედავთ, ბუჩკის ბაგის გამო სამწუხაროდ თარგეთი აღარ იყო მასზე, ვეღარ შევუტიე და მომკლა, მაგრამ მეც მოვყალი, რაც ასე რომ ვთქვათ, პლეიოფში დახვდომა მაინც, რადგანაც ჩემმა teammate-ებმა მოახერხეს და ზედამხარეს დანარჩენი მოწინააღმდეგეები მოკლეს. წეღარაძეც ვისაუბრე მაპს, რომ არ უყურებს ეგეთი მოწინააღმდეგის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენებაზე, მაგის საკმაოდ კარგი მაგალითი მაქვს ჯონსონზე. მოკლედ რომ მოახსნა უცბად, რადგანაც ვიდეოს არ აქვს ჩემი გადადებული ხმა ზემოდან, ამიტომაც ჯობია რომ წინასწარ აუხსნა, რაც მოხდა. ანუ ჯონსონს ტესტავდი, რადგანაც განახლება გამოვიდა სეზონის დასაწყისში, როგორც ვიცით, მეორე სკილზე უფრო დიდ დემეიჯს აკეთებს და მაინტერესებდა დემეიჯ ბილდით რას გააკეთებდა. პირველი მატჩი იყო ამ სეზონის ეგ მატჩი. ერთ მომენტში რეკალს ვაკეთებდი, როდესაც ვექსანამ მოწინააღმდეგისმა ეს რეკალი ჩემი გაწყვიტა მისი სკილის მეშვეობით, ტურნირში ვიდექი, ის შემდეგაც გაუბრაზდი და ულტის გახსნის შემდეგ მას დავიტაკე და ამ დატაკების შემდეგ მივხვდი ზუსტად ის, რომ რუკას არ უყურებდა და ამის შემდეგ თქვენ თვითონაც ნახავთ რაც მოხდა. Gargi.
ერთი ადამიანის დაჩაგვრით მთელი გუნდი დაიჩაგრა, რადგანაც მთელი ეს დრო წერდნენ, როდესაც ვთამაშობდით.